სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ როცვის და წირვის ძალას გაძლევს. ჩვენ დღევანდელ სახარებაში ამოვიკითხეთ, სახარებიდან ამოვიკითხეთ მონაკვეთი, სადაც მაცხოვარი თავის მოწაფეებს ესაუბრება იმის შესახებ, რომ ღვთის წინაშე შესაწირი არის ის, რაც გულით გაკეთდება და არა ის, რაც გარეგნულად გამოჩნდება, ესე იგი. ჩვენიცით ეს არაერთხელ წაგიკითხავთ ალბათ, მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად ტაძარშია და იქ წერია, რომ მრავალი ადამიანი მოდის და შესაწირში მრავალ სწირავს, ესე იგი. ბევრი მდიდარი მოდის და ბევრს სწირავს. ვისაც როგორ აქვს და ერთი ქვრივი დედაკაცი მოდის, გლახაკი თან, ასე წერია, ქვრივი იყო და თან გლახაკი. მოდის და ორი წვლილი, ზოგან წერია სხვა მახარებელი ამბობს, ორი ლეპტა შეწირა. ჩვენთვის უფრო გასაგები რო იყოს, ძალიან წვრილი ფული, ორი ხუთთეთრიანი შეწირა ვიღაცა. ვიღაცა ძალიან ბევრს სწირავს, 100 თუ 1000 სწირავს ვიღაცა. და მაცხოვარი ამბობს, რომ ამ ქვრივმა დედაკაცმა ყველაზე მეტი შეწირა. ახლა გარეგნულად არ ჩანს, რომ ყველაზე მეტი შეწირა. და გარეგნულად ზოგჯერ ადამიანის აქციაშიც არ ჩანს, რომ მან ყველაზე მეტი გააკეთა. სიტყვაზე ვამბობ, ვიღაც შეიძლება ძალიან ელემენტარული მაგალითი, ვიღაც შეიძლება ტაძარში იჯდეს და ასე ლოცულობდეს, ვიღაც შეიძლება ფეხზე იდგეს და ასე ლოცულობდეს და მესამემ რო შეხედოს თქვას, რომ ნახე ეს მთელი წირვა ფეხზე დგას და ნახე როგორ ერთი წუთი კი არ ჩამოჯდება. მაგრამ შეიძლება იმან სკამზე რო ზის უფრო მეტი გააკეთა. იმიტომ რომ ამას უფრო უადვილდებოდა ფეხზე დგომა, ვიდრე იმას ჯდომა. შეიძლება ისულად წამოწოლილი უნდა იყოს, ისე უჭირს, მაგრამ ზის და ასე ლოცულობს. ამიტომ ვერ გაიგებ ეგრე გარეგნულად და მაცხოვარმაც ეკუთხრა, რომ იმ დიდრებმა თავისი მოჭარბებულისგან შეწირეს. და ამ გლახაკმა რაც ჰქონდა ყველაფერი შეწირა. ეგ მარტო მატერიალურზე კი არ არის. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, გარკვეული ენერგია გვაქვს, გარკვეული შემოსაზღვრული, განუსაზღვრელი არც დრო არ გვაქვს, არც ენერგია და არაფერი ადამიანს განუსაზღვრელად არ მიეცა. ყველაფერი განსაზღვრულად მიეცა. იმდენი მიეცა, რამდენის სწორად გამოყენებითაც ადამიანის სულის გადარჩენას შეძლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ იმდენი მიეცა, ზოგჯერ ჩვენ ვამბობთ, დრო არ გვაქვს დაუშვათ ლოცვის და სახარების. ესე იგი დამნაშავე ვინ არის? ღმერთია დამნაშავე, რომ ჩვენ ამდენი დრო არ მოგცა? გვითხრა, რომ სახარება ღვთის სიტყვა იკითხეთო და ღვთის სიტყვის კითხვის დრო არ მოგცა? ესე იგი ღმერთია დამნაშავე? ხო და ჩვენ გვაქვს საკმარისი დროც და ენერგიაც იმისათვის, რომ სული გადავირჩინოთ. გააჩნია ადამიანი რას როგორ გამოიყენებს, რა მიმართულებას მისცემს. და მეორე კიდევ, ჩვენ ადამიანის საქციელს თუ სიტყვა-პასუხს თუ სხვა ვერ შევაფასებთ. ერთი ადამიანი მეორისას ვერ შეაფასებს, იმიტომ რომ დაუშვათ სხვა რომ დგარიყო ვიღაცა ტაძარში, ხო იტყოდა, რომ ნახე, ამან რამდენი შეწირა, ამ დიდრებმა რამდენი შეწირეს. ამ ქალს ალბათ დაენანა და იმიტომ შეწირა ეგეთი ცოტა, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა? სხვებისთვის ის მოჭარბებული იყო და სულაც არაფერს არ ნიშნავდა, შეიძლება, მაგრამ ამ ქალისთვის ეს ყველაფერს ნიშნავდა და ის შეწირა. ისე როგორც მაგალითად, როდესაც სიდონის სარეფთაში მიდის ელია წინასწარმეტყველი, ერთი ქვრივი დედაკაცი. და თან ეს პერიოდია, როდესაც 3 წელი და 6 თვე არ იწვიმა და გვალვა და ყველაფერი გადამხმარია და მოსავალი არავის არ აქვს. და ერთ ქვრივ დედაკაცთან მიდის და ეუბნება, რომ წყალი დამალევინო. და
როგორც ჩანს არც საკვები არ ქონდა ამ ქალს და ამასაც ეუბნება გამომიცხეო და გამომიტანეო და ეს ქალი ეუბნება რომ ჩვენო ხოლო ცოტაოდენი ზეთიღა გვაქვსო და ერთი მუჭა ვქვილიო და მაგრამ რადგან შენ მეუბნევიო გამოგიცხობ და გამოგიტანო და რატო ეუბნეოდა იმიტომ რომ ის ღვთისგან იყო მოვლენილი ეს ადამიანი ელია თესბიტელი ელია წინასწარმეტყველი და იმის შემდეგ ამ ქვრივი ქალის ოჯახს არ მოკლები არც ის ცოტა ვქვილი და არც ის ცოტა ზეთი სურჯელში არ გამოლევია და ესეც ღვთისგან იყო და რატო იმიტომ რომ მან ბოლომდე გაიღო ის რაც ჰქონდა და შემდეგ მოხდა ის რომ მისი გარდაცვლილი შვილი ელიას ლოცვით ღმერთმა გააცოცხლა ეს არის ახლა მაგალითად აბელისა და კაინის შემთხვევაშიც აბელი მოიქცა ისე როგორც მოიქცა ეს ქვრივი დედაკაცი ყველაზე საუკეთესო შეწირა ღმერთს და იქ ნათქვამია რომ აბელისა შეიწირა ამ ქვრივ დედაკაცზეც ნათქვამია რომ მაგან ყველაზე მეტი შეწირა და ჩვენ უფალი ამით გვასწავლის იმას რომ თუ ადამიანი ღმერთს და საღვთო საქმეს პირველ ადგილზე დააყენებს მისი შეიწირება თუ სადღაც ბოლოში დააყენებს მისი არ შეიწირება ეხლა ჩვენ ყველა შემთხვევაში ღმერთი ხილული სახით არ გამოგიცხადებს მაგას როგორც აბელის შემთხვევაში როგორც ამ ქვრივი დედაკაცის შემთხვევაში მაგრამ იმ ერთხელ და ორჯერ და სამჯერ უფალმა ჩვენ გვასწავლა აი ესე იქნება შემდგომშიც ახლა 8 მილიარდი ადამიანია დღეს და ყველა შემთხვევაში ეგრე ხილულად არ გამოჩნდება მაგრამ 8 მილიარდმა უნდა იცოდეს რომ როგორი შეიწირება და როგორი არ შეიწირება აი მაგალითისთვის ვიტყვი დავუშვათ მორწმუნე ადამიანს აქვს რაღაცა ლოცვითი კანონი შესასრულებელი ხო დღის განმავლობაში ზოგი ცდილობს რომ დილით ადრევე გააკეთოს აი მაგალითად ა ブラ ამზე არის ნათქვამი როდესაც ა ブラ ამს 100 წლის ასაკში შეეძინა ისააკი წარმოიდგინეთ ამდენი ხანი უშვილოა და როდის შეეძინა ღმერთმა უთხრა რომ წამოიყვანეო შენი შვილი და შემომწირეო მორიას მთაზე მიხავთ და წერია ა ブラ ამთან დაკავშირებით რომ დილით ადრე ადგა ა ブラ ამ იმ დღეს როცა უნდა წაეღო აი დილით ადრე ადგა ნიშნავს რომ პირველ ადგილზე აი ის დააყენა რომ ღმერთისთვის უნდა შეეწირა ჯერ სხვა რამე კი არ გააკეთა ამიტომაც აი როდესაც ადამიანს ლოცვითი კანონი აქვს შესასრულებელი დილით ადრევე თუ აკეთებს ამას ესე იგი ღმერთი დააყენა პირველ ადგილზე ზოგი არ დააყენებს პირველ ადგილზე ჯერ სხვა რაღაცებს მოათავებს ყველაფერს და არაქად გამოცვლილი შუაღამის 12 საათზე ცდილობს რომ ეს შეასრულოს და აქაც ნათქვამია ვისი შეიწირა და ვისი არ შეიწირა სერვაი ღმერთი შეგვეწიოს ჩვენ რომ ის ვინც და რაც პირველ ადგილზეა დასაყენებელი პირველ ადგილზე დავაყენოთ და მე ყველაფერი მოგვეცემა უფალი ამბობს რომ პირველად სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებეთ და ყოველივე შეგეძინება თქვენ მაგრამ თუ ადამიანი პირველ ადგილზე დააყენებს მატერიალურს თუ მისთვის სასიამოვნოს თუ კიდევ უფრო თუ დაბლა დავიშვებით თავისი ნების დაკმაყოფილებას მაშინ არ მიეცემა იმასაც დაკარგავს რის გამოც უარი თქვა საღვთოზე და საღვთოსაც დაკარგავს აი მაგალითად 40 სებასტიელი მოწამის ცხოვრებიდან ნახეთ როგორ ჩანს ერთი რო ტბიდან ამოვიდა რომელმაც გვირგვინი დაკარგა და იმ სითბოსკენ წავიდა ცეცხლისკენ უფლისგან ეს მოწამეობრივი გვირგვინიც დაკარგა და ვერც იმ სითბომდე ვერ მივიდა იცი თქვენ რომ შუაგზაში გარდაიცვალა და აი ეს არის ზუსტად იმ რაღაცა ხორციელის გამო როდესაც ჩვენ სულიერზე უარს ვამბობთ კარგავთ ხორციელსაც და სულიერსაც მაგრამ სოლომონ მეფის შემთხვევა გვასწავლის რომ თუ ადამიანი სულიერს ირჩევს მას ენიჭება სულიერიც და არც ხორციელის გარეშე არ ტოვებს ღმერთი მოციქულებსაც ხომას ეუბნება გზაშიო ნურაფერს ნუ წაიღებთო ნურც პურს წაიღებთ ნურც ქისას წაიღებთ ნურც ორშესამოსეს წაიღებთ რადგან მუშაკი ღირსია სასყიდლისა თქვენ ეცადეთ რომ სულიერი აკეთოთ
და ხორციელს მე მოხცევთ, მე მოგიმართავთ ხელს, რადგან მუშაკი ღირსია სასყიდლისა. და როდესაც დაბრუნდნენ ეკითხება, რომ გაკლდათ რამეო და არაფერი არ გაკლდა. ის რაც უთხრა, ის შესრულდა კიდეც. და ჩვენ შემთხვევაშიც ესეა. ჩვენი გულის ბაღში უნდა ვიყოთ მუშაკი, რომ ის დავამუშავოთ. ის ნოყიერნიადაგად იქცეს, სადაც ღვთის სიტყვა ჩაითესება და მრავალსულიერ ნაყოფს გამოიღებს და მუშაკი ღირსია სასყიდლისა. და ღმერთი თავის მუშაკს, რომელიც თავის გულის ბაღში შრომობს და მის განწმენდას ცდილობს, არც იმის გარეშე არ დატოვებს, რაც არის ხორციელი. და ამ რწმენით თუ მიუდგება ადამიანი, მაშინ სულიერიც კარგად იქნება და ხორციელიც. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფოთ. შემდეგი შაბათი არის მიცვალებულთა ხსენების დღე, ხორციელის შაბათი, ყოველთვის მიცვალებულთა ხსენება. ჩვენ აქ წირო არ გვიწევს, ჩვენ უკვე სოფელ ქერეში გვიწევს წირო, მაგრამ ბანაშვიდს გორშიც გადავიხდით, ესე იგი და თქვენც თუ სადმე მოახერხებთ ვარა და დღესაც ხომ გადავიხადეთ ბანაშვიდი და მიცვალებულები მოიხსენოთ. ჩვენთან არის ღმერთი.